პირის კატეგორიაში ავლენენ რაიმე თავისებურებას, არამედ იმ ზმნებზეც, რომლებიც ამა თუ იმ კატეგორიას აწარმოებენ განსხვავებულად, ან საერთოდ არ გააჩნიათ ასეთი კატეგორია. რა არის ამ თავისებურებების მიზეზი? მიზეზი ბევრია. ნორმის საერთო წესიდან გადახრა ხდება რამდენიმე ფაქტორით. ერთი ეს გახლავთ არქაული ფორმების შემორჩენა თანამედროვე სალიტერატურო ენაში. ასეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენ ხარ და ხვალ ზმნები. როგორც მოგეხსენებათ, სუბიექტური მეორე პირის ნიშანი თანამედროვე ქართულში აღარ იხმარება. გაქრობის გზაზეა. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს ხარ და ხვალ ზმნები, სადაც სუბიექტური პირის მეორე პირის ნიშნად შემორჩენილია პრეფიქსი ხანი, როგორც ხანმეტობის უძველესი პერიოდის გადმონაშთი. ზმნის სახეცვლა ხშირად ხდება ფონეტიკური ფაქტორის წყალობით. მაგალითად, ავიღოთ ტეხს ზმნა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ზმნა, გარდამავალი ზმნა არის არა, ტეხს ისმას, გატეხა მან ის. გახლავთ მოქმედებითი გვარის, მაგრამ ნახოთ, როგორ აწარმოებს ეს ზმნა ვნებიც. მას დონიანი ვნებითი აქვს, დონიან ვნებიც კერძოდ. დონ პრეფიქსის დართვისას მივიღებთ ასეთ ფორმას, ტეხდება. მაგრამ აქ რამდენიმე ფონეტიკური ფაქტორი მოხდა, ფონეტიკური პროცესი უпростоრად ამოვარდა ეხმოვანი და მივიღეთ ტხდება. მაგრამ ფონეტიკური პროცესის გავლენით ისევ ხ ბგერა დაემსგავსა ყ ბგერას სიმკვეთრით და მივიღეთ ტყდება ფორმა. თავისებურებაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოქმედებითის ფორმისათვის სხვა ფუძე აქვს და ვნებითის ფორმისათვის სხვა ფუძე. მაგრამ ეს სხვა ფუძე იგივე ფუძე გახლავთ, როგორც ხედავთ, ოღონდ ფონეტიკური ფაქტორებით სახეცვლილი. ხშირ შემთხვევაში ამ ცვლილების მიზანი გახლავთ შინაარსობრივი მხარე. მაგალითად, ბუნების აღნიშნულ ზმნებთან, ბუნების მოვლენების აღნიშნულ ზმნებთან უბრალოდ პირველი მეორე პირის ფორმები არ გვაქვს და ეს გასაგებიც არის, რატომ მაგალითად წვიმს, თოვლს, ცივა, ვნელა ზმნები არ შეიძლება პირველი და მეორე პირის ფორმით შევხვდეს ენაში. თავისებურებები შეიძლება შეპირობებული იყოს ანალოგიური და დიალექტური წარმოებითაც. რამდენადაც თავისებურებების საფუძველი მრავალნაირია, შესაბამისად თავისებური ზმნაც მრავალგვარია. ტრადიციულად ამ ჯგუფში გაერთიანებულია რთული, მიმღეობითი, მონაცვლე და წკრივ გამოცვლილი ზმნები. თავისებურ ზმნებს, წეღანაც მოგახსენეთ, ფართო გაგებით უწოდებენ დეფექტურ ზმნებსაც, რადგან მათ აკლიათ რომელიმე ერთი ფორმა ან ნიშანი. მოდით ახლა განვიხილოთ ეს თავისებური ზმნები თანმიმდევრობით. დავიწყოთ რთული და მიმღეობითი ზმნებით. რთული ზმნა იწარმოება სახელისა და მეშველი ზმნის საშუალებით. შეურაცხყოფს, სრულყოფს, ცხადყოფს, დავკვირდით ამ ზმნების შედგენილობას, იგი შედგება სახელადი ნაწილისაგან, ამ შემთხვევაში შეურაცხი, ცხადი, სრული და ზმნური ნაწილისაგან, ამ შემთხვევაში ყოფა, სრულყოფა. ასეთი ზმნები, რთული ზმნები, ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ქართულში. დღეს მათგან მხოლოდ რამდენიმეღა შემორჩა. ასეთ ზმნებში მეშველ ზმნად, როგორც წესი, გამოყენებულია ცემა, ყოფა, ღება ფორმები. მაგალითად, სრულყოფა, პატივის ცემა, ყურად ღება. რთულ ზმნაში უღლებისას ფორმას იცვლის ხოლმე მეშველი ზმნა. სახელადი ნაწილი კი უცვლელი რჩება. მაგალითად, უარყოფა, როგორ იქნება მისი პირიანი ფორმა? უარყოფ, უარყოფს. რთულ ზმნას
რთულ ზმნებს საერთოდ ძირითადად მხოლოდ აწყოს წრის მწკრივები მოეპოვებათ. რთული ზმნის ნაწილები ჩვეულებრივ ერთადაა და რთული ზმნები როგორც კომპოზიტები ისე უნდა განვიხილოთ. თუმცა ზოგ შემთხვევაში რთული ზმნა შეიძლება გათიშული სახითაც შევხვდეს. მაგალითად, ავტორებმა ყურად უნდა ვიღოთ კრიტიკა. ამ შემთხვევაში რთული ზმნა ყურადღება გათიშულია უნდა ნაწილაკით. რთული ზმნის ნაწილებს საკუთრივი მნიშვნელობა უკვე დაკარგული აქვთ და ეს ორი ფორმა უკვე ახალ ცნებას წარმოადგენს. როდესაც საუბრობთ ჩვენ რთულ ზმნებზე, აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ მართლწერის საკითხებს. წეგანაც დაგისახელეთ ერთი ფორმა რთული ზმნის პირიანი ფორმისა რა უარყავი. მაგრამ სწორი ფორმა რომელია, ახლა თქვენ ძალიან გთხოვთ დაუკვირდით ერთხელ კიდევ ვუარყავი, უარყავი და ვუარყავი. რა თქმა უნდა, სწორი ფორმა გახლავთ უარყავი. ანუ პირის ნიშანი აუცილებლად უნდა დაურთოთ ზმნურ ნაწილს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ წესიდან გადახვევის შემთხვევებიც გვაქვს. და ძალიან არის გავრცელებული დღევანდელ თანამედროვე მეტყველებაში ვავადმყოფობ ტიპის ფორმები. რა თქმა უნდა, სწორი წარმოების თვალსაზრისით გახლავთ ავადმყოფობ, მაგრამ დღეს უკვე გავრცელებულია ვავადმყოფობ და არ არის გამორიცხული, რომ იგი სწორ ფორმადაც მიიღოს ენა. რაც შეეხება ახლა მიმღეობით ზმნებს. მიმღეობითი ზმნებიც თავისებურნი არიან. ისინი ენაში ითვლებიან ახალ განვითარებულ ფორმებად. ასპექტის ახალ სისტემაზე გადასვლის მიუხედავად, ზოგ უზმნისწინო ზმნას მეორე სერიაში შერჩა ძველი ვითარება. ისევ სულ ასპექტიანია. ამის გამო მათ აწყოს წრის მწკრივების მყოფადის წრეში მათი აწყო მყოფადის წრის მწკრივებში გადავიდა და იქაც შეინარჩუნა სულ ასპექტიანობა. მაგალითად, ვნახავ ძველად აწყო იყო, ახლა კი მყოფადია. მაგრამ როგორ იქნება აწმყოში, იქნება ვნახულობ. შეადარეთ, ეს ვნახულობ წარმოებული გახლავთ მიმღეობა ნახულ ფორმისაგან და აი ახლა მიმღეობებზე ცოტა მოგვიანებით უფრო ცლად ვისაუბრებ. ან კიდევ ვიშოვი ძველად წარმოშობის თვალსაზრისით აწყოს ფორმა იყო, მაგრამ დღეს მან შეიძინა მომავლის გაგება და როგორ არის დღეს აწყოს ფორმაში ვშოულობ, ისევე როგორც ვლოცულობ და კითხულობ. ეს ფორმები, რომლებიც ახლა მე თქვენ დაგისახელეთ, კითხულობ, ვლოცულობ, ვშოულობ, მიმღეობითი ფორმებია, რომლებიც ენამ გაცილებით მოგვიანებით შექმნა. მას შემდეგ, როდესაც აი აწყოს წრის მწკრივები დაცარიელდა, ასე ვთქვათ, ეს ფორმები გადავიდა მყოფადის წრეში და ენას გაუჩნდა საჭიროება იმისა, რომ თავიდან შეექმნა აწყოსათვის ასეთი ფორმები.